საქართველოს მწერალთა სახლში მადონა კალანდიას წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. დამიბრუნეთ საქართველოს სიყვარულისთვის ნუ დამჭი ღმერთო. ეს ის წიგნებია, რომლებიც ავტორმა შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა. სიყვარულია ცხოვრება, ღმერთი გადაგებს სიყვარულს და ამ სიყვარულს ის ახსოვს თავის აფხაზეთის სიყვარულს, თავის საქართველოს სიყვარულს. საქართველოს და აფხაზეთს ის აიგივებს ამ დიდი პოეზიით, ამ დიდი სიყვარულით და მე მიულოცავ თელ პოეზიის მოყვარულს და პოეტებს, რომ ასეთი ორი დიდებული წიგნი შეგვემატა. იმხელა სევდა, იმხელა სიყვარულია ამ წიგნში ჩადებული, ამ ჩვენი დაკარგული კუთხეს, რომელიც წაგვართვეს ჩვენ ძალით გამოგვლიჯეს ხელიდან და საყვარლების ძმები, ის ძმები, რომელიც 1000 წელიწადს ერთად ვიყავით, ტრად გადაგვკიდეს. ეს ჩვენმა ხალხმა კი არ გააკეთა, ეს მოსულმა მტერმა. ეს თელმა ქვეყანა მისის. წიგნებში წარმოდგენილია აფხაზეთის ომის ისტორიული სინამდვილე და შემდგომი პროცესები, რომელსაც ავტორის პირადი განცდები და გრძნობები უდევს საფუძვლად. როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, აფხაზეთის ტრაგედია მძიმე კვალი დატოვა მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ამ წიგნების გამოცემა მისთვის განსაკუთრებულია, რადგან მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი აფხაზეთში ცხოვრების პერიოდს უკავშირდება. არის სამშობლოზე დაკარგულ აფხაზეთზე, რომელიც ჩემი ტკივილია. იქ მომხდარ ტრაგედიაზე, რომელმაც ჩემს ცხოვრებას ძალიან დიდი დაღი დააჩნია და საერთოდ ჩემს ასე ვიტყოდი, რომ ზოგზე გადაიარა აფხაზეთის ტრაგედიამ. მე 4ჯერ ვიყავი დასახვრეტად გამზადებული და გადავრჩი უფლის წყალობით. ყველა წიგნს თავისი რაღაც მნიშვნელობა აქვს და ამ წიგნში კითხველი ამოიკითხავს სამშობლოს სიყვარულს. მოსწავლეები და ბავშვები ისწავლიან მამულის სიყვარულს. საქართველოს მწერალთა კავშირის პრემიების მიმნიჭებელი კომისიის გადაწყვეტილებით მადონა კალანდიას მარიკა ბარათაშვილის პრემია მიენიჭა. ყველას ტკივილია აფხაზეთის ტკივილი და ამ წიგნშიც და მეორე წიგნშიც მთელი ლირიკა ქალბატონი მადონა კალანდიასი ამ ტკივილით არის. როგორ შეიძლება რომ აი ამან შენ რაღაცა არ გაგახსენოს მოგონება სოხუმთან დაკავშირებული. მთელი წიგნი არის მოგონებები და ტკივილი. სამწუხაროდ ჯერ გადაუჭრელი პრობლემა და იმედი გვაქვს რომ ალბათ მალე გადაიჭრება. საქართველოს მწერალთა კავშირის პრემიების მიმნიჭებელმა კომისიამ განიხილა ორივე წიგნი და ქალბატონ მადონა კალანდიას მიენიჭა მარიკა ბარათაშვილის პრემია. რასაც ულოცავ გულით და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ.